ატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ალიანსს. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილსა და ალიანსის დანარჩენი 8 პარტიის ლიდერებს შორის დაპირისპირება გამწვავდა, ალიანსის დატოვების ალბათობაზე საჯაროდ თვითონ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ილაპარაკეს. მათი თქმით, პროცესებიდან ისე ჩანს, რომ ალიანსის ერთ-ერთი სამიზნე მიხეილ სააკაშვილია, რაც ხელს უშლის მთავარი მიზნის შესრულებას, რაც ოლიგარქის დამარცხება და ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. ალიანსში შემავალი სხვა პარტიები სააკაშვილს პიროვნული თავდასხმის გამო აკრიტიკებენ. ცოტა ხნის წინ ახალი პოსტი გამოაქვეყნა თვითონ მესამე პრეზიდენტმაც. სალომე ლაბაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება ოპოზიციაში განვითარებულ პროცესებზე. და გავა თუ არა ოპოზიციის ალიანსი და ნაციონალური მოძრაობა, ეს შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, რადგან პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება და არ არის გამორიცხული, რომ ამ თემაზე შესაბამისი კონსულტაციაც გაიმართოს. თუმცა მანამდე თავად მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ის არსაიდან გასვლას არ აპირებს. არა და შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ოპოზიციის ალიანსიდან გასვლის, ამ ალიანსის დატოვების ალბათობაზე ალაპარაკდნენ სწორედ მიხეილ სააკაშვილის გამო, უფრო ზუსტად კი იმის გამო, რომ მათი შეფასებით ეს ალიანსი ერთგვარ სამიზნედ სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს აცხადებს და მას ესხმის თავს ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირებული იყოს ბიძინა ივანიშვილზე და მისი რეჟიმის სხვა ლიდერებზე. სწორედ ასეთია ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი, როგორც გითხარით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ არსაიდან გასვლას არ აპირებს და მიაჩნია, რომ დემარში ახლა არის მეათე ხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხი. თუმცა ამავე პოსტში სააკაშვილი წერს იმასაც, რომ ის ასევე არ აპირებს იმოქმედოს სხვების მიერ მისთვის დადგენილი წესების მიხედვით, რაც იმის გამო, რომ ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს სწორედ წესების დარღვევაში, სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილსა და ამ ალიანსში შემავალი სხვა პარტიების ლიდერებს შორის საჯარო კრიტიკა შესაძლოა ისევ გაგრძელდეს, იმის მიუხედავად ეს 9 პარტიის ერთობა ისევ 9 პარტიის ერთობა დარჩება, თუ მას გამოაკლდება მაგალითად ნაციონალური მოძრაობა. არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათე ხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია. დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, დარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა. არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო. ეს არასდროს გამიკეთებ და არც სხვას ვურჩევ ამას. შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნედ ამოღებული. ის გახოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. გარდა ამისა, უბრალოდ პოლიტპატიმარზე როცა მეც საუბარი, განსაკუთრებულად სენსიტიური უნდა იყოს ყველა. ეს სტატუსი არ იყო კონფრონტაციული, ის უბრალოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაციას ახდენდა, თუ როგორ მიაღწია დიდ ეროვნულ გამარჯვებას ქართულ ხალხთან მაქსიმალური სიახლოვით და იგივესკენ მოუწოდებდა სხვებს და ეხლა არ უცებ მოწოდება და რეკომენდაცია, როდის აქედან არის კონფრონტაცია, ვერ ხვდები. ალიანსის ყველა სხვა პარტიის სურვილია, რომ ალიანსის ერთიანობა შენარჩუნდეს. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უნდა დავიცვათ ის პირობები, რაზეც ვართ შეთანხმებული. მე როგორც ვიცი, ნაციონალურ მოძრაობაში თვითონაც ვერ არიან, ასე ვთქვათ, ზუსტად ჩამოყალიბებული რა პრეტენზია შეიძლება გქონდეთ ალიანსთან ან ვინმე სხვასთან. უნდა ჩამოყალიბდნენ, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვდებით, ვითხოვთ მხოლოდ ერთს, პირობების და შეთანხმების დაცვას. აი ესეთი ბრალდება არის ფორმულირებული, რომ ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედებს და თითქოს სამიზნედ ყავს გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი. რანაირ მტკიცებულებას ვერ მოიტანწვა ეს ესეა. ჩვენ ვთხოვთ ნაციონალურ მოძრაობას, ასევე მოუთხოვთ სხვა ყველა პარტიას, თუ რომელიმე პარტია შეთანხმების პირობებს არ დაიცავს. ალიანსის ყოფნას და დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობამ უნდა გააკეთოს თავისი განცხადება. თუ დატოვებს ნაციონალური მოძრაობა ამ ალიანსს, რა ხდება ასე შემდგომ? არ ვიცი, ჯერ გადაწყვეტილება მიიღონ და მე რომ ნახოთ. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ერთგვარი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ალიანსში შემავალი სხვა პარტიების ლიდერებს, ამ პარტიების წარმომადგენლებს შორის მოყვა სააკაშვილის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აკრიტიკებდა ოპოზიციას მოქალაქეებთან არასაკმარისი კომუნიკაციის გამო და აღნიშნავდა, რომ ოპოზიცია ძირითადად დაკავებულია პოლიტიკური პროცესის მხოლოდ შეფასებით. სააკაშვილის ეს პოსტი ამ ალიანსში შემავალმა 8 პარტიამ ერთობლივი განცხადებით შეაფასა, როგორც სააკაშვილის მიერ პროტესტის და მთლიანად ამ პროცესის ერთპიროვნულ ლიდერად თავის წარმოქმნის მცდელობა, რის შემდეგაც უკვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სხვადასხვა ტელეეთერით, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულას ეთერითაც აღნიშნავდნენ, რომ შესაძლოა პარტიამ მიიღოს ალიანსის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება. ეს გუში მაგალითად ტელეკომპანია ფორმულას ეთერით არ გამორიცხა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ. თუმცა რამდენადაც ამ დროისთვისაა ცნობილი, არც თავად ნაციონალური მოძრაობის შიგნით გამართულა ამ საკითხზე მსჯელობა და ასევე ცნობილია, რომ შესაბამისი კომუნიკაცია ჯერჯერობით ამ საკითხზე არ ყოფილა არც ნაციონალურ მოძრაობასა და ალიანსში შემავალ სხვა პარტიებს შორის.